როგორ ჩნდება ბავშვი, რა არის სექსი, თუ თქვენ ფიქრობთ, რომ თქვენი შვილი ამას არ იკადრებს, მგონი ცდებით. კაცმა არ იცის რა შინაარსის სქესობრივი განათლება უნდა ასწავლონ შვილებს. და ვაიმე? ცხადი იქნება ვაიმე. გახსნის აი ამ ვირტუალურ უზღვავ სივრცეს, რომელსაც ქვია ინტერნეტი და შეეჯახება პორნოგრაფიას. მე არ მეგულება მშობელი, რომელიც არ გვეტყვის, რომ კი, მე მინდა, რომ ეს ყველაფერი იცოდეს ჩემმა შვილმა. უზრდელობასთან ასოცირდება და თითქოს ამაზე საუბარი არის რა ამორალური. სქესობრივ განათლებაში დღეს უკვე იგულისხმება. ახლაც ანით მახსოვს ის საშინელი შეგრძნება რა, რაც მაგ მომენტში დამეუფლა. ჩემ შვილს რომ ვიღაცას თხოვს, რომ გამომიგზავნე შენი ფოტოები, შიშველი, ფუტბოლები, სამართლ. რამდენი არასწორი სტერეოტიპი ტრიალებს ალბათ, რამდენი დამახინჯებული ინფორმაცია აქვთ მიღებული. თვითონ სახელშია პრობლემა. და ჩვენ შეგვიძლია ეს დავთმოთ ძალიან მარტივად. მოდი ვთქვათ რა არის სექსუალური შევიწროვება. გოგოები უკვე შევიდა აი ამ ასე ვთქვათ ურთიერთობაში დანაშაული საშინელი გრძნობით ვეღარ გამოვიდა და საბოლოოდ თვითმკვლელობით დაასრულა ცხოვრება. განგაშის ზარია ყველა ჯერზე. მე რა უნდა ვქნა? თითი უნდა დავუქნიოთ? სექსზე სწავლება რა საჭიროა და არ არის. სულ სხვა რაღაცას გულისხმობს სქესობრივი განათლება. ჩვენი ბავშვი გვეკითხება როგორ გავჩნდი მე? ჩვენ მშობლობისთვის არ ვემზადებით, ისე ვხდებით მშობლები. მოგესალმებით, მე გვანცად არასელია ვარ და თქვენ უყურებთ ჩემი პოდკასტის მომდევნო ეპიზოდს. დღეს ვისაუბრებთ სქესობრივ განათლებაზე. უფრო სწორად და მარტივად კი ძალიან ელემენტარულ და მნიშვნელოვან საჭიროებაზე ჩვენი შვილებისთვის. ალბათ ახლა გვიყურებთ, შეიძლება ფიქრობთ, რომ რა დროს ახლა ეგ არის, ჩემი შვილი თავად გაიკვლევს გზას და რა საჭიროა რომ მე ამ თემაზე ვესაუბრო, ან თუ კარგად აღზრდი შვილს, ის მომავალში არ დაუშვებს შეცდომებს და ასე და ასე შემდეგ. ჩვენი ფრაზებია ეს მშობლები ბებიების, ბაბუების. თუმცა კარგად რომ დავფიქრდეთ, მივხვდებით, რომ ჩვენ ადამიანები, დიდებიც და პატარებიც, სწორედ მაშინ ვუშვებთ შეცდომებს, ზოგჯერ პატარა თუ დიდ შეცდომებს, როდესაც რაღაცა არ ვიცით, რაღაცა გაურკვევლობაში ვართ და საერთოდ ვერ ვერკვევით რაღაც საკითხში. და კიდევ ერთ რამეზე დავფიქრდეთ, აი რატომ ვეჩხუბებით ჩვენ მშობლები ჩვენ შვილებს და რატომ მიბუთითებთ, როცა ჩვენი პატარები გვისვამენ კითხვებს მაგალითად იმაზე თუ როგორ ჩნდება ბავშვი, რა არის სექსი, ან ზოგადად გვეკითხებიან რაღაც სხვადასხვა სქესობრივ საკითხებზე. დავფიქრდეთ ამაზე და ასევე იმაზე თუ რატომ გონია ადამიანების დიდ ნაწილს, რომ სქესობრივი განათლება მხოლოდ იმისთვის არის საჭირო, რომ მომავალში, აი ოღონდ ძალიან მომავალში ადამიანი რომ დიდი გაიზრდება, ჰქონდეს სქესობრივი ცხოვრება. სინამდვილეში კი სქესობრივი განათლება არის ის და მათ შორის ისიც, რომ აი თქვენმა შვილმა მაგალითად თუ ასეთი შემთხვევა მოხდება და ვინმე ისე არასასურველად შეეხება, ან რაიმეს ძალიან ცუდად ეტყვის, მოვიდეს და გაგიზიაროთ. ან მაგალითად, როდესაც თქვენს გოგონას პირველი მენსტრუაცია მოუვა, არ შეეშინდეს და არ ეგონოს, რომ რაღაც სისხლისგან იცლება და კვდება, როგორი შეგრძნებათ, ძალიან ხშირად ქონიათ გოგონებს. ის რომ თქვენმა შვილმა ამოიცნოს მოძალადე, პედოფილი და მოკეთ ბევრი საკითხია. და რა ვიცი, რატომ არ შეიძლება, რომ ჩვენს ეპოქაში, თუნდაც სკოლაშიც კომპეტენტურმა ადამიანმა აუხსნას ჩვენ შვილს რა არის მაგალითად ჯანმრთელობის თვალსაზრისით რისკები, რა არის სქესობრივად გადამდები დაავადებები, ან რა არის ქორწინება მაშინ, როცა ბავშვი ხარ. როცა ბავშვი ხარ და შენ შვილს აჩენ რა რისკები და რითი შეიძლება ამისი პრევენცია. მოკლედ, ბევრი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი და მათ შორის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, როდესაც ეს ინტერესი უჩნდება უკლებლივ ყველა ბავშვს და შემდეგ გახსნის აი ამ ვირტუალურ უზღვავ სივრცეს, რომელსაც ქვია ინტერნეტი და შეეჯახება პორნოგრაფიას. და თუ თქვენ ფიქრობთ, რომ თქვენი შვილი ამას არ იკადრებს, მგონი ცდებით. და სქესობრივი განათლება ალბათ იმასაც მოიცავს, რომ ესეც აუხსნათ ჩვენ შვილებს, რომ
ის რასაც აი ამ საიტებზე ნახულობენ არის ძალიან დამახინჯებული, ძალადობრივი და ძალიან სახეშეცვლილი და არ შეესაბამება რეალობას. მოკლედ შევეცადე რაღაც ისეთი საკითხები ჩამომეთვალა, რაც ძალიან მაინტერესებს ჩვენს სტუმართან და აღარ დავაყოვნებ. წარმოგიდგენთ ჩემს მეგობარს, ძალიან კარგ პროფესიონალს და კარგ ადამიანს, ნატა ასათიანს, რომელიც გახლავთ განათლების ფსიქოლოგი. ძალიან დიდი მადლობა ასეთი წარდგენისთვის, ჩემო მეგობარო, და თვირფასო და ძალიან დიდი მადლობა ამ შესავლისთვის, იმიტომ რომ აი ეს არის ის საიტკენაც უნდა პროფესიონალებმაც, ასე ვთქვათ, ავიდეთ ჩვენს, რაზეც ბევრი უნდა ვილაპარაკოთ და მშობლებმა რაზეც უნდა გაამახვილონ ყურადღება და გაიაზრონ და ესე მშობლის პირით ამ ყველაფრის გაზიარება მე მგონი ამ პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანია. კი, მე დღეს როგორც მშობელი ისე დაგისვა მკითხვებს, ვეცდები ძალიან რომ გამოვიდე ჟურნალისტის როლიდან, იმიტომ რომ მე თვითონ მაქვს ეს გამოწვევები, მე თვითონ მაქვს ამ მიმართულებით პრობლემები და თქვენც თუ ჩემსავით გაინტერესებთ, შეგიძლიათ დაგვიწეროთ თქვენი გამოხმაურებები და რა თქმა უნდა მოგიწოდებთ რომ არ დაგავიწყდეთ ჩვენი არხის გამოწერა, ჩვენ კი დავიწყებთ ჩვენს პოდკასტს და რომ დავფიქრდი, მივხვდი რომ ადამიანების გარკვეულ ნაწილს ჩვენს ქვეყანაში ეს სექსუალური ცხოვრება რაღაც აი პირდაპირ ასოცირდება უზრდელობასთან ასოცირდება და თითქოს ამაზე საუბარი არის ამორალური რა. არა და რა ვიცი, მგონი ბევრი ადამიანის და თითქმის ყველა ადამიანის ცხოვრების შემადგენელი ნაწილია, ხო? მოდი ვთქვათ, აი რატომ აღიქმება საზოგადოებაში სქესობრივი განათლების მიღება ამორალურად? ანუ არასწორად არის ახსნილი მისი არსი? გვანცა, მე და შენ რომ ესეთი ექსპერიმენტი ჩავატაროთ აბა. და წავიდეთ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, სხვადასხვა ქალაქსა და სოფელში, შევხვდეთ სხვა პროფესიონალებთან ერთად, ცხადია, მშობლებს და ვუთხრათ, რომ იქნებით თუ არა თანახმა, რომ თქვენს შვილებს ასევე პროფესიონალებმა მიაწოდონ ინფორმაცია სხეულის განვითარების თავისებურებებზე, რეპროდუქციული სისტემის ფუნქციონირებაზე, ჰორმონალურ, ემოციურ ცვლილებებზე, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების შესახებ. გინდათ თუ არა, რომ მათ როგორც ვირტუალურ სივრცეში, ასევე ყოველდღიურ ცხოვრებაში ჰქონდეთ განცდა, უსაფრთხოების და ასე შემდეგ. მე არ მეგულება მშობელი, რომელიც არ გვეტყვის, რომ კი, მე მინდა, რომ ეს ყველაფერი იცოდეს ჩემმა შვილმა. ამის შემდეგ, ამ ახსნის შემდეგ ჩვენ რომ მათ ვკითხოთ, რომ იქნებით წინააღმდეგი, რომ ამ ყველაფერს და მეტს არაფერს დავარქვათ სქესობრივი განათლება, მე დარწმუნებული ვარ, რომ აქაც ყველა დაგვეთანხმება და გვეტყვის, რომ მოდით დავარქვათ სქესობრივი განათლება. წარმოვიდგინოთ ახლა მეორე სცენარი, რომ სადღაც მშობლებს, რომლებსაც თავისი დარდის დატკივარი აქვთ და ამ ბავშვს უშვებენ სიმწვრით სკოლაში და მერე ბრუნდება სკოლიდან და თავისი სირთულეებით ყოველდღიურ ცხოვრებას გადიან და უცებ საიდანღაც მისდით მათ ინფორმაცია, რომ კაცმა არ იცის რა შინაარსის სქესობრივი განათლება უნდა ასწავლონ შვილებს. და ვაიმე? ცხადია იქნება ვაიმე, ცხადია იქნება რეზისტენტობა და იტყვიან, რომ არ მინდა. იმიტომ რომ მე არ ვიცი სქესობრივი განათლების უკან რიგითმა მშობელმა რა დგას. და შეიძლება არც უნდა ვიცოდი ამ ეტაპზე, იმიტომ რომ ჩემთვის ეს არავის არ უსწავლებია და ამაზეც ვისაუბრებთ, ხო, წინათაობებმა რა გამოიარეს და რატომ მაშინ არ იყო მე ესეც მესმის მშობლების, ჩვენი მშობლების და მათი მშობლების დამოკიდებულება სქესობრივ განათლებასთან მიმართებაში. მაგრამ ასე ვთქვათ, ძველ პერიოდს რომ დავანებოთ თავი და ახლანდელზე ვიფიქროთ, ერთ-ერთი და მთავარი ეს არის, რომ უნდა ავხსნათ რას გულისხმობს სქესობრივ განათლებაში. აქ სიმართლე გითხრა, გვანცა შენი კოლეგების, ჟურნალისტების მავნე წილსაც და წვლილსაც ვხედავ, იმიტომ რომ ახლა ისეთ მდგომარეობაში ვართ და ფაზაში ქვეყანა, რომ ასეთი თემებისთვის აღარ ვხელა ცხადია და ობიექტურად, მაგრამ იყო დრო, როცა კეთდებოდა თოქ-შოუები ეძღვნებოდა სქესობრივ განათლებას და რა ხდებოდა ხოლმე ძალიან ესე ზედაპირულად დარბაში აქეთ-იქით ისხდნენ ხოლმე საზოგადოების წარმომადგენლები, ერთ მხარეს ასე ვთქვათ პროგრესულებად წარმოჩენილები, რომლებიც ესე ცოტა სკანდალურად, ეხა ვისაც როგორ აწყობდა, ხო, საკუთარი თავის წარმოჩენა საუბრობდნენ სქესობრივ განათლებაზე და მეორე მხარეს მჯდომნი
თავისთავად იყვნენ აღქმულნი როგორც ცოტა რეტროგრადები და კიდევ უარესი ეპითეტებით ბნელები და არა გაუნათლებლები. და ეს ორივეს ესეთი სჭირდება, ეს ხო? ორივე სჭირდება ჩვენი საზოგადოება მარტო ეს ორი ასეთი რაღაცა უკიდურესი ამ კონტინუუმზე ხო არა ვართ არა და აქედან გამომდინარე აი ესე რაღაცა თეატრალიზება ამ თემის იმიტომ რომ ალბათ რეიტინგი ჰქონდა იყო მავნე პრაქტიკა ძალიან იმიტომ რომ პრობლემას კიდევ უფრო აღრმავებდა ადამიანებს რომლებსაც აქვთ შიში სქესობრივი განათლების და მე მესმის იმიტომ რომ მეც მშობელი ვარ შენ მშობელი ხარ და გვესმის ხო რაღაცა ბავშვებს ძლივს რომ ჩვენ თვითონ შევუქმნით რაღაცა გგონია სასათბურე პირობებს არ გვინდა რომ რაღაცა ხელოვნურად დაარღვიოს ვიღაცამ ხო აქედან გამომდინარე მათ კიდევ უფრო აი ამ უბსკრულს ქმნიდით აი ამ ორ აზრს შორის საჭიროა თუ არ არის საჭირო ანუ ამანაც შეუწყო ხელი რომ ეს პროექტიც გაჩერდა ხო ხო, პროექტზე ვილაპარაკოთ? რა ხდება ამ ეტაპზე? კი, ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ ჩვენ რაღაცნაირად შენი თქმის არ იყოს, ვცდილობთ აი მაქსიმალურად რაღაცა მოვიძიოთ ჩვენით ინფორმაცია, თან არც ვიცით, ხა მე არ ვიცი ხო ამას რამდენად სწორად ვაკეთებ, რამდენად პროფესიონალურია ეს აზრი და ასე შემდეგ. და სულ მაქვს ეს კითხვა, რომ აი სკოლაში მიდის ჩემი შვილი და იქაც ხო არის ალბათ ბავშვებს შორის ეს განხილვები, ხო? რამდენი არასწორი სტერეოტიპი ტრიალებს ალბათ, რამდენი დამახინჯებული ინფორმაცია აქვთ მიღებული. აი ამ ეტაპზე მოდი რადგან შევეხეთ ამ მაინც განათლების რეფორმაში ამ ცვლილებებს, ხო? აი ამ ეტაპზე არსებობს რამე მიმართულებით ასე ვთქვათ, მარცვალი აი ამ განათლების ჩვენ სისტემაში თუ არა? ძალიან გამიხარდებოდა, რომ ამ კითხვას პასუხს სცემდნენ განათლების სისტემის წარმომადგენლები, ადამიანები, რომლებიც არიან უფრო მეტად პასუხისმგებლები ამ ყველაფერზე, ხო? მე ყოველთვის მიწევს მაინც უფრო გარეთვალით დაკვირვება ამ პროცესებზე და განათლების ფსიქოლოგიის კონტექსტში ლაპარაკი. და მე რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ჯერ ერთი მე დარწმუნებული ვარ და ვიცნობ კიდეც ძალიან ბევრ პროფესიონალს, რომელიც განათლების სამინისტროში მუშაობს, რომლებსაც ძალიან კარგად ესმით სქესობრივი განათლების რეალური შინაარსი, მხოლოდ აი სექსუალობა რომ გამოვაცალოთ და ესე ვთქვათ, აი ეს ტყუილი წარმოდგენები, რომ სექსს ხომ არ ვასწავლით აბა ბავშვებს სკოლაში, ხო? გაცილებით უფრო ფართო, სულ სხვა შრეებს მოიცავს სქესობრივი განათლება და ეს შინაარსი ესმის ძალიან ბევრს დარწმუნებული ვარ, მაგრამ ისე მოხდა, რომ არც ერთ ეტაპზე არ აღმოგვაჩნდა ხელისუფლებაში განათლების სისტემის ხელმძღვანელად ისეთი ადამიანი, რომელიც ამ პასუხისმგებლობას იგრძნობდა. და იტყოდა, რომ აი აქ მე ვიცი რას ვაკეთებ და მოდი აგიხსნით, სხვადასხვა ჯგუფებს ჩავრთავ, ერთად ვიმსჯელოთ და რაღაც შედეგზე გავიდეთ. იყო ხოლმე ყოველთვის პატარ-პატარა გამონათებები, მაგალითად ეხლა ნუ ეროვნულ სასწავლო გეგმას ესეგეს თუ გადავავლებთ თვალს, იქ არის სქესობრივ განათლებასთან დაკავშირებით ჩანაწერები, როგორც ცალკე საგანის ხადია არ არის, მაგრამ სხვადასხვა საგნის ბუნებისმეტყველება იქნება, ბიოლოგია იქნება, მე და საზოგადოება გაბნეული კომპეტენციებად არის, მაგრამ მეორე მომენტია და ალბათ შენს გახსოვს გვანცა, როგორ გვასწავლიდნენ ჩვენი მასწავლებლები ბიოლოგიაში განაყოფიერების ნაწილს ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ხო? ძირითადად ვახტებოდით ამ თემებს და ძირითადად იყო რომ სახლში გადახედეთ. არც მახსოვს რომ ესეთი რამე მეც არ მახსოვს. თუნდაც ის რომ ანატომიურად როგორ შედგება ადამიანი და მაგალითად ქარი და მამაკაცი რითი განსხვავდება ერთმანეთისგან. ეს ინფორმაცია საიდან მივიღე პირველად? წარმოდგენა არ მაქვს. და აი ამაშია საქმე ზუსტად, რა ჩვენი განათლების სისტემა ვერ პასუხობს ამ თანამედროვე გამოწვევებს. ძალიან კარგი პროექტი, გაეროს ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტი, რამდენიმე წლის წინ ამოქმედდასავით და ამოქმედდასავით, იმიტომ ვამბობ, რომ ეხა კი ძალიან თავმომწონეთ გვეუბნებოდნენ, რომ 30 სკოლაში დაიწყო ექიმის საათი. და აქაც რატო? ეხა ჩემთვის რატოა მნიშვნელოვანი განათლების ფსიქოლოგიის კონტექსტში, რომ რადგან აი ეს წინაღობა, რადგან ეს რეზისტენტობა საზოგადოებაში და მშობლებში არის, ექიმის საათი აკეთებდა რას, რომ ექიმი შევა, რაღაც ვიღაცა კი არა, ან რაღაცა მასწავლებელი, რომელიც აქამდე ეხა გადამზადდა სქესობრივ განათლებაში. არა, ექიმი შედის, მე ვიცი, როგორც მშობელმა და ექიმი ელაპარაკება ჩემს შვილს სქესობრივ განათლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. და ერთგვარი ნდობა თავიდან უკვე კრედიტი, ასე ვთქვათ, ნდობის ექიმს უფრო მეტი აქვს, ხო, საზოგადოებაში შეიძლება ჩავთვალოთ, ნუ სქესობრივ განათლებასთან მიმართებაში უფრო ვთქვათ, ბიოლოგიურ და სამედიცინო კონტექსტში მიაწოდებს ჩემს შვილს ამ ინფორმაციას და ამიტომ ეს კარგი სტარტი იყო, ასე ვთქვათ, პროექტის, მაგრამ 30 სკოლაში განხორციელდა, 2085 სკოლა გვაქვს საჯარო და ნუ ხვდებით, რომ ზღვაში წვეთიც არ არის და ეს პროექტიც რამდენადაც ჩემთვის ცნობილია გაჩერდა დაფინანსების არ ქონის გამო. ნატა, რატომ არის მნიშვნელოვანი და კონკრეტულად რა საკითხებშია მნიშვნელოვანი ადამიანის
ფიზიკური და მენტალური კეთილდღეობისთვის აი ესეთი ინფორმაციის მიღება და რას ვგულისხმობთ ესეთ ინფორმაციაში? მოდი აი კარგად ძალიან ისე კონკრეტულად ვთქვათ, აი მოდი ავიღოთ ესეთი მოდელი, რომ შენ ხარ ადამიანი, ვისაც შეუძლია აი ხელეწიფება, რომ დღესვე ეს დანერგოს, ვთქვათ. აი კონკრეტულად ავიღოთ რა პროგრამას ანერგავდი და როგორ. კი, ამ დიდ პასუხისმგებლობას ცხადია მე ესე ვერ შევეჭიდებოდი, თუმცა საქართველოში მე ეს მიხარია, რომ ნამდვილად გვყავს სპეციალისტები, რომლებიც ერთმაგიზატზე თუ დავსვამთ მათ და ვიმსჯელებთ ძალიან კარგ საქართველოს ქართულ კონტექსტთან ადაპტირებულ საგნის შინაარს შევქმნით, სტანდარტ შევქმნით. რომელიც უნდა იყოს ნება რომ არსებობდეს. ამ ამბავში უნდა იყვნენ ჩართული ფსიქოლოგები, ექიმები, რეპროდუქტოლები, ასევე ფსიქიატრები, ძალიან ფართო სპექტრი უნდა მოიცვას სპეციალისტების, უშუალოდ თვითონ რა თქმა უნდა სამოქალაქო განათლებას გულისხმობ თავისთავად და აი ასე რაღაც კომპლექსურად უნდა მიუდგეთ ამ საკითხს. იმიტომ რომ თვითონ სქესობრივი განათლება ძალიან გაიზარდა შინაარსობრივი თვალსაზრისით, თუ ახლა დასავლურ კარგ პრაქტიკას გადავავლებთ თვალს. სქესობრივ განათლებაში დღეს უკვე იგულისხმება მაგალითად ფიზიოლოგიას და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხები, როგორიც არის სხეულის ანატომია, გარდატეხის ასაკი და გარდატეხის ასაკთან დაკავშირებული ფსიქოემოციური თავისებურებები, რეპროდუქცია ვახსენეთ უკვე არაერთხელ ორსულობა, მშობიარობა, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები. ამას ემატება ფსიქოლოგიური განვითარება და მასთან დაკავშირებული თავისებურებები, ემოციის ამოცნობა, ასევე ვთქვათ, სხვისი ემოციის გააზრება, ემპათიის განვითარება, ჩემი სხეულის მიღება მათ შორის, იმიტომ რომ მოგვეხსენება მოზარდობის ასაკი ძალიან ემოციური არის და ძალიან გრძნობი არის ამ თვალსაზრისით, ხო? სტრესთან, ფოთვასთან გამკლავების გზებზე საუბარი. ამას ემატება უკვე სოციალური ურთიერთობები, სიყვარული რა არის, მეგობრობა რა არის, რა ღირებულებებზე უნდა ვიდგე მე, როდის იქმნება ოჯახი, აი რას უნდა ვგრძნობდე მე, რომ ვიფიქრო უკვე ოჯახის შექმნა, რა ასაკიდან შეიძლება უკვე ამაზე ფიქრი. სოციალურ-კულტურული კონტექსტით შემოდის აქ ძალიან მნიშვნელოვნად, როგორიც არის, როგორია ჩემი როგორც ქალის როლი ჩემივე საზოგადოებაში. აქ არ ვლაპარაკობთ რაღაცა თავსმოხვეულ გენდერულ სტერეოტიპებზე, სიტყვა გენდერისაც ხო შეგვეშინდა ბოლო დროს ძალიან, მაგრამ არა, ქართულ კონტექსტში ჩემი როლი რა არის? პარტნიორის თუ ჩემი მეუღლის როლი რა უნდა იყოს? სად უნდა იკვეთებოდეს ეს? ერთად გაზრდა შვილის რას ნიშნავს? აი ამ ყველაფერს მოიცავს სქესობრივი განათლება და მე მგონი, გვანცა ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ ასევე იმაზე, რომ თვითონ სახელშია პრობლემა. და ჩვენ შეგვიძლია ეს დავთმოთ ძალიან მარტივად. სხვა რამე დავარქვათ. სხვა რამე დავარქვათ. ეს თუ გააკეთა ესტონეთმა მაგალითად, ეს თუ გააკეთა ფინეთმაც, რომ არ ქვია დასაწყისიდანვე სქესობრივი განათლება და სხვა შინაარსი, სხვა სახელწოდებები შემოიტანეს. მაგალითად, პირადი სოციალური და ჯანმრთელობის განათლება ჰქვია ესტონეთში რაღაც ასაკში, რაც ახლა პირადი სოციალური და ჯანმრთელობის განათლება ცხადიც არის რას ეხება და ყოველგვარ ღელვას მე, როგორც მშობელს, მიკლავს, იმიტომ რომ ვიცი რასაც ასწავლიან. ხო, განსხვავებით კარგი სქესობრივი განათლებისგან. ამიტომ ისევ მე თუ შევისწავლი რა აწუხებს ჩემს საზოგადოებას და ამ წუხილსაც თავისი წინაპირობები აქვს. არ შეიძლება ესე ხელაღებით ლაპარაკი იმაზე, რომ როგორ თუ არ შეგვიძლია სქესობრივ განათლებაზე შვილებთან საუბარი. არ შეგვიძლია. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 60-იან წლებში სექსუალური რევოლუცია გამოიარეს და დღევანდელი ყველა კვლევა ცხადყოფს იმას, რომ დღეს მშობლებს მაინც უჭირს სქესობრივ განათლებაზე საუბარი შვილებთან და ჩვენც გვიჭირს. ხო, რატომ გვიჭირს? იმიტომ რომ ბევრ რამეში ხო ჩვენ ვართ დამნაშავეები სინამდვილეში, ესე იგი ჩვენი მშობლების თაობა ვთქვათ, რომელიც კიდევ უფრო ჩაკეტილი იყო ამ მიმართულებით და აი სტერეოტიპები, რომ თავისით გაიკვლევს გზას და იქ რაღაცა ვიღაცის მაგალითით, ან მეგობრის მოყოლილი ამბით, ან რაღაცით მიიღებს ამ ინფორმაციას. ხო, დღემდე არსებობს ეს თამამად შემიძლია ვთქვა და ჩემს გარემოცვაშიც ეს ასეა. აი რატომ გვიჭირს მე რატომ აქვს უხერხულობა ბავშვი როცა მისვამს კითხვას რატო ვიძაბები და რატო წითლდები და რატომ ვერ ვუხსნი იმას რაც ერთი შეხედვით ძალიან მარტივია ხო მაგალითად როცა ჩემი შვილი მეკითხება ანატომიურად ვთქვათ რატომ არის ბიჭი სხვანაირი გოგო სხვანაირი იმიტომ რომ სადღაც მოკრა ყური მე რა უნდა ვქნა თითი უნდა დავუქნიო და გადავავადო და რო გაიზრდები გაიგებ აი ეს უნდა ვუთხრა თუ ჯერ ადრე როგორ უნდა ჩავუყარო საფუძველი რა აი ამას ძალიან ძნელია გეთახვები დავიწყოთ პირველი ნაწილით რატო იყო ასე ამასაც თავისი ახსნა აქვს ჩვენი მშობლების და მათი მშობლების თაობები როგორ გაიზარდნენ მაინც რაღაცა ვიწრო კლიმატში ვიწრო სოციუმში გაიზარდნენ ხო უბანში ასე ვთქვათ ყველას იცნობდა
ყველას რო იცნობდა იმ უბნის სკოლაშივე დაყავდათ თავიანთი შვილები, რაღაცა ერთი სოციუმი იყო, სადაც მეტნაკლებად წესებიც გაზიარებული იყო, კონვენციონალური მორალზეც შეთანხმებულები იყვნენ და ასეთ ვითარებაში შვილის აღზრდა გაცილებით უფრო მარტივია, ვიდრე დღეს, როცა ეს საზღვრები აბსოლუტურად მოშლილია და ადამიანებს, აი რაც დასაწყისში შენ ძალიან კარგად აღნიშნე, ჩვენს შვილებს და მოზარდებს ხელში უჭირავთ ინტერნეტი და სმარტფონი, რომელიც უდიდესი მიღწევაა კაცობრიობის, ცხადია, მაგრამ ამავდროულად არის უდიდესი საფრთხე, თუ არ ვიცით მასთან როგორ უნდა მოვიქცეთ და სწორად როგორ გამოვიყენოთ. ონლაინ და დიჯიტალ მიმართულება კიდევ ახლა ახალი გამოწვევა გახდა ამ საკითხშიც არა, იმიტომ რომ ონლაინ ბულინგი, რაღაცა სექსტინგი ეგრეთ წოდებული და ასე შემდეგ, ცალკე მეცნიერება მე მგონი ამას. კი, ცალკეა, რა თქმა უნდა, თუმცა ხო, აი სწორედ ძალიან სწორად აღნიშნე, რომ განათლების ძალიან ბევრ ქვეყანაში განათლების სისტემამ რომ დაინახას თანამედროვე გამოწვევები, სწორედ სქესობრივ განათლებაში, ან სქესობრივი განათლების შინაარსის მქონე სხვა სახელწოდების მქონე საგანში ინტეგრირდა აი ეს თანამედროვე გამოწვევები, რაც არის სწორედ ეს, რომ ბავშვს, რომ მოზარდს, ჩემს შვილს, რომ ვიღაცას თხოვს, რომ გამომიგზავნე შენი ფოტოები, შიშველი, აქ უნდა მან მიხვდეს, რომ აქ არის ნამდვილად ის სიგნალი, რომელსაც არ უნდა დათანხმდეს. და რატომ? იმიტომ რომ აი მთავარი ხაზი, რაზეც დღეს ჩვენ ალბათ უნდა ვისაუბროთ, არის რა, რომ როცა მოზარდი არ არის ინფორმირებული და როცა მიხვდება, რომ რაღაცა ისეთ ურთიერთობაში შევიდა, რომელშიაც კომფორტულად არ გრძნობს, პირველი გრძნობს რას? ფიქრობს იმას, რომ ჩემი ბრალია. და სირცხვილი. ჩემი ბრალია და როგორც კი ჩემი ბრალია, მე მწვენია. და აი ამ ორი რაღაცის შეჭიდულობით მე საბოლოო ჯამში ვიღებთ აი ამ ჩაკეტილ წრეს, რომ მოზარდი ვეღარ გამოდის აქედან, იმიტომ რომ ეშინია ცხადად თქვას, რომ ვიღაცამ რაღაც შეურაცხყოფა მიაყენა, ცხადად თქვას, რომ მას სექსუალურად ავიწროებენ, ძალადობაზე აღარ არის ლაპარაკი, მის სხეულს მისი ნებართვის გარეშე ეხებიან და აქედან გამომდინარე მას აქვს განცდა, რომ რადგან შემეხო ჩემი ბრალი ხომ არ არის და რადგან ჩემი ბრალია, ესე იგი მე სამარცხვინო ვარ და პრაქტიკულად მე ვიღებთ იმ ძიმე შედეგებს ძალიან, რომელსაც მე მედია აშუქებს და მე ჩვენ მთელი საზოგადოება ძალიან შეწუხებულები ვართ ხოლმე. ერთი შემთხვევა მინდა გავიხსენო, აი უბრალოდ არასდროს არ მავიწყდება ეს ფრაზა, ხმაც მესმის, აი ბაბუის ფრაზა, რომელიც მედიამ ჩაწერა რამდენიმე წლის წინ, როცა აი ზუსტად ეხლა რაც მოვყევი ეს სცენარი განვითარდა, გოგონა იყო, რომელიც უფროსი ასაკის მამაკაცთან ჰქონდა მას მიმოწერა, მამაკაცმა სთხოვა რაღაცების გაგზავნა, გამოგზავნა, გოგოები უკვე შევიდა აი ამ ასე ვთქვათ ურთიერთობაში დანაშაულის საშინელი გრძნობით, ვეღარ გამოვიდა და საბოლოოდ თვითმკვლელობით დაასრულა ცხოვრება და ბაბუისი კომენტარი იყო, რომელმაც თქვა, რომ მანო თავისი ცუდი საქციელი შედეგი მოიმკაო. რაზე ვლაპარაკობთ, ხვდებით ხო? და აი ამ დღეში და ამ უღრან დღეში ვამყოფებთ ბავშვებს ყოველ დღე, როცა მათ ვუზღუდავთ წვდომას სქესობრივ განათლებას. მოდი, მაშინ სანამ გავაგრძელებთ კიდევ აი ამ მიმართულებით საუბარს, ეხლა აი ესეთი ტიპის შემთხვევები გადავახვიოთ მოდი უკან და რა შეიძლებოდა მომხდარიყო, როგორ შეიძლებოდა წასულიყო, თუნდაც აი ამ მოზარდის აღზრდა, რომ პრევენცია მომხდარიყო აი ამ შემთხვევის. აი რა იქნებოდა მისთვის კარგი გამოსავალი? მარკესის მოთხრობა გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა თუ გვახსოვს? მოთხრობა, სადაც ხო მკვლელობა მოხდება და მე აღმოჩნდება, რომ რაღაცაირად ყველა მიცოდა ეს ამბავი, ხო, რომ ეს კაცი დადიოდა დანით. აი ზუსტად ამ რეალობის წინაშე ვდგავართ ხოლმე ჩვენ ყველა ჯერზე, როცა ასეთი ამბავი ცხადდება, იმიტომ რომ მე გაირკვევა, რომ თურმე ეს ბავშვი სკოლაში არ დადიოდა. სკოლაში რომ არ დადიოდა, სკოლამ წაიყრუა. სკოლამ კი რამდენჯერმე შეიძლება მე დირექტორის ძალიან შეწუხებული კომენტარი მოვისმინოთ, რომ მან დაურეკა, მოიკითხა, მაგრამ განგაშის ზარია ყველა ჯერზე აუცილებლად დასაწევი მაშინ, როცა მოზარდი უეცრად არ დადის სკოლაში, მაშინ, როდესაც მოზარდს ხასიათი დრამატულად ეცვლება, იკეტება, აღარ უნდა მეგობრებთან ურთიერთობა, ახლობლებთან ხედავთ, რომ ერთი შეხედვით ესეთი ჩვეულებრივი განვითარების უდარდელი ბავშვი ჩაიკეტა და მისი ქცევა აბსოლუტურად სხვაგვარად განვითარდა, რომ რაღაცაშია საქმე. ჩვენ აი ესე ზუსტად რომ გადავახვიოთ ხოლმე ეს რეტროგრადულად შევხედოთ ნებისმიერ შემთხვევას, ძალიან ბევრ დანაშაულს აღმოვაჩენთ, არა კონკრეტული და ხა მე ვერ ვიტყვი რომ აქ მარტო ვთქვათ იმ კონკრეტული სკოლის დირექტორის ბრალეულობა უნდა, არა, მთლიანად საზოგადოების გულგრილობა, იმიტომ რომ წარმოუდგენელია ჩვენ აი როგორც ახლა შესავალში აღნიშნე რომ ბავშვი ბავშვს აჩენდეს, იმიტომ რომ 13, 14, 15, 16 წლის მოზარდი ბავშვია, გარკვეული თვალსაზრისით და ბავშვის დედა ხდებოდეს და საზოგადოებამ ეს არ იცოდეს. საზოგადოება მრავალგზის წაიყრუა ამ თემას
თემაზე, სხვა შემთხვევებზეც დაიყრუა და საბოლოო ჯამში ვიღებთ იმ შედეგს, რა შედეგსაც ვიღებთ. რა თქმა უნდა, ბავშვს რო ჰქონოდა ინფორმაცია, რომ მის სხეულს არ უნდა შეეხონ მისი ნებართვის გარეშე, რომ ეს მისი დანაშაული კი არ არის, არამედ აქ სწოდავს ის სხვა ადამიანი, რომელიც მის პირად სივრცეში იჭრება, ბავშვმა რომ იცოდეს, რომ მისი პირადი სივრცის დაწესება არის აუცილებელი და ეს სივრცე ჰქონდეს ყველასთან დაწესებული, იმიტომ რომ ეხა კიდევ უფრო შორს რო წავიდეთ და ძალადობის თავისებურებებზე ვილაპარაკოთ, იქაც აღმოვაჩენთ, რომ ეს მოძალადე კაცი, როგორც წესი, ოჯახის ძალიან ახლო ადამიანია. მეზობელია, ნათესავია, პირდაპირ კავშირს და ეხა ძმას და მამას და ბაბუასე რომ აღარაფერი ვთქვა, თუმცა ასეთი ტრაგიკული შემთხვევებიც ბევრი ვიცით, ხო? ამიტომ მარტივი ერთი წინადადებით რომ განვმარტოთ ის თუ რას ვაკეთებთ დღეს ჩვენ ყველანი, უფროსი თაობა არის რომ როცა სქესობრივ განათლებაზე ბავშვებს არ ველაპარაკებით, მათ ცხოვრებას გაცილებით უფრო საფრთხის შემცველს ვხდით, ვიდრე სხვა ნებისმიერ შემთხვევაში გავხდიდით. და ეს ასე ვთქვათ სკოლის და ოჯახის ერთობლივი პასუხისმგებლობაა რა. ესეც იმიტომ რომ ძალიან კომპლექსური არის ეს საკითხი და მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ რაღაცა ვინმეს უნდა გადააბაროს ამის შესახებ ბავშვის აღზრდაზე ზრუნვა. კი, მართალია, ეს ორივემ ერთად უნდა გავაკეთოთ. თუმცა აქ ახლა აზრები იყოფა ხოლმე და მე მაინც იმას ვემხრობი, რომ ჩვენ კონტექსტს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. რას გულისხმობ? გულისხმობ იმას, რომ მაგალითად შვედეთში, სადაც დარწმუნებული ვარ, რომ მშობლები უფრო მშვიდად ცხოვრობენ, ერთ სამსახურში მუშაობენ, ნორმირებულ სამუშაო გრაფიკზე მუშაობენ, იქაც კი სახელმწიფოს და სისტემას აქვს პასუხისმგებლობა აღებული სქესობრივი განათლების მიწოდებაზე და მით უფრო ჩვენს ქვეყანაში, სადაც მშობლები რიგ შემთხვევებში 2 და 3 სამსახურში მუშაობენ. ზოგჯერ ქვეყანაშიც არ არიან. მუშაობენ და ქვეყანაშიც არ არიან, იმიტომ რომ უბრალოდ პური ჭამოს მისმა შვილმა სახლში ყოველ დღე. და აი ამ რეალობის ფონზე ჩვენ არ უნდა დავდგეთ რაღაცა პედესტალზე და არ უნდა ვიძახოთ იქიდან, რომ იცი რა, მშობლები რისთვის არიან, მოაგვარონ ამ მშობლებმა. რაღაცებს მშობლები მარტო ვერ აგვარებენ. სახელმწიფომ უნდა იგრძნოს ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა თავისი და მართლაც დაიწეროს პროგრამა, რომელითაც არის ქვეყნები, რიგი ქვეყნები, სადაც სკოლამდელი განათლების სისტემაში ბაღში უკვე მიეწოდებათ განათლება, რასაც სქესობრივი განათლება დიდი ხოლგა ქვია, ხო? მაგრამ იქ არის მხოლოდ ეს თამაში თუ ასწავლი რა არის ჩემი საზღვრები. ჩემი სხეული თუ არ მინდა რომ ვინმე მაკოცოს და ლოყები დამიჯმუჯნოს, შემიძლია ვუთხრა რომ არა. ანუ აი ამაზე ვსაუბრობ, ხო? არა უნდა ვუთხრა, ხო? იმიტომ რომ მე აქ იქ მივდივარ სწორედ რომ არასთქმის პრობლემა აქვს როგორც წესი და ხალხებს და არასთქმის პრობლემა მე უკვე სხვა რაღაცა თვითშეფასებასთან არის შეჭიდული და კიდევ სხვა პრობლემასთან, რის დრასთან გამკლავებას უკვე ზრდასრულ ასაკში ჩვენ გვიწევს ყველას. კი ბატონო, მოზარდები ბევრჯერ ვახსენეთ და ეს უკვე ის ასაკია, როდესაც რაღაცნაირად თავის ოთახში შეკეტვა, ну, ვისაც აქვს ამისი საშუალება, ან თავის ტელეფონში ჩაძრომა, ან უფრო გარეთ ყოფნა არის მათთვის რაღაცა პრიორიტეტული, ხო? და შესაბამისად ჩვენ უფრო ნაკლები წარმოდგენა გვაქვს იმაზე, თუ რა ხდება მათ თავში, რა ხდება მათ ტელეფონებში, ეხლა თუ ჩვენ რაღაცა კონკრეტულად ყოველდღე არ უკონტროლებს და ასე შემდეგ. და ძალიან ხშირ შემთხვევაში შეიძლება მშობლები ამას ხმამაღლა არ ვაღიარებთ, მაგრამ აი ეს პორნოგრაფიასთან შეხებაზე მინდა რომ აუცილებლად ვთქვათ, იმიტომ რომ ეს ცხოველური ინტერესი, რა თქმა უნდა, აქვს ყველა მოზარდს და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით რას ეჩეხება ბავშვი, როდესაც ხვდება აი ამ საიტებზე და როგორ შეიძლება რომ ეს ამან იმოქმედებს მის მომავალ სქესობრივ ცხოვრებაზე და განვითარებაზე. კი, პირველი და მთავარი, როგორც არ უნდა ვაკონტროლოთ ჩვენი შვილის ვირტუალური სივრცე, როგორი დარწმუნებულიც არ უნდა ვიყოთ, ხა აქაც მორალური ნაწილი შემოდის, ხო, ხა ვინ აძლევს საკუთარ თავს ამის უფლებას და ვინ არა და ეს საუბრის სხვა თემაა, მაგრამ როგორც არ უნდა მქონდეს მე ასე ვთქვათ რაღაცა ბერკეტები და აპლიკაციები, რომლითაც მე ვამოწმებ ჩემი შვილის ტელეფონს და ბრაუზერის ისტორიას ვაკონტროლებდე ყოველ საღამოს, ისე გაგვაცურებს და ისე მოგვატყუებს და ისე დაგვიმალავს იმ კონტენტს, რომელიც არ უნდა რომ ჩვენ ვნახოთ, რომ ვერც კი წარმოვიდგენთ, იმიტომ რომ ეს ყველაფერი მათთვის არის ორგანული. არ სწავლობენ, ისე იყენებენ თავიანთ აი ამ თითებს და უკვე შედიან სადღაც. ჩვენ სწავლა გვიწევს. ჩვენ ყველა ვარიანტში ორი საფეხურით უკან ვართ. ჩვენ ვეწევით იმას, რასაც ისინი ძალიან ორგანულად აკეთებენ. ამიტომ ეს არის ილუზია, რომ family link-ებით და სხვა პროგრამებით ჩვენ შეგვიძლია ვიცოდეთ და მშვიდად გვეძინოს. და თუ ჩვენ მშვიდად არ გვძინავს, მაშინ
იმ რეალობას უნდა გავუსწოროთ თვალი, რომ კი, როცა ბავშვს აქვს ესეთი წყვეტა რაღაცა ცოდნაში, გეფები, რასაც ახლა თანამედროვე ენაზე ვეძახით ხოლმე, აი ამ გეფებს ის ამოივსებს. ამოავსებს თვითონ ინტერნეტში ძრომიალით და ინტერნეტში შევა, რა თქმა უნდა, ისეთ წყაროებზე, ისეთ ვებგვერდებზე, სადაც ნახავს ვიდეოებს, სადაც არის როგორც წესი აქცენტი ძალადობაზე, ქალის გასაგნებაზე და მთლიანად წარმოდგენა მას ქალის და კაცის აი ამ უაღრესად მნიშვნელოვან ურთიერთობაზე, იმ სიყვარულზე, რომელშიაც მან უნდა გაატაროს თავისი ცხოვრება, იპოვოს თავისი მეორე ნახევარი, ისიამოვნოს მასთან ურთიერთობით, ინტიმური მხარით, სულიერი მხარით, იმიტომ რომ სულიერება ძალიან დიდი დოზით არის, ხო? აქ სქესობრივ განათლებაზე ვლაპარაკობ, თითქოს მხოლოდ რაღაცა არა, ფიზიკურ რა თქმა უნდა. ურთიერთობაზე კეთდება აქცენტი. არა, აქ სულიერებაზეა ძალიან მნიშვნელოვანი ყოველთვის სასაუბრო და აი ამ ყველაფერზე შეიქმნის წარმოდგენას, რომ ხო, თურმე რაღაცა ჩემ პარტნიორთან, თუ მომავალ მეუღლესთან ურთიერთობა შეიძლება იყოს სუფთად ძალადობაზე დამყნობილი და სხვა ძალიან ბევრ ცუდ რაღაცაზე და იმდენად არასწორ წარმოდგენას უყალიბებს ამგვარ ვიდეოებზე წვდომა მოზარდებს, რომ მერე ეს რა თქმა უნდა მთელ მის მათ ცხოვრებაზე და ცხოვრების ხარისხზე პოვებს ასახვას და ამიტომ მეშინია ყოველთვის, რომ აი ამ ჯუნგლების პირისპირ, რასაც ინტერნეტი ჰქვია, რომ ვტოვებთ ჩვენ შვილებს და ყოველგვარი შეიარაღების გარეშე ვტოვებთ, რეალურად რას ვაკეთებთ და როგორ დათვრ სამსახურს ვუწევთ მათაც და საკუთარ თავსაც. ხო, იმიტომ საბოლოო ჯამს ჩვენ რა გვინდა? აი შენ ფსიქოლოგიური კეთილდღეობა ახსენე და ყველაზე სწორია. ფსიქოლოგიური კეთილდღეობა არის მთავარი რამ, რაც გვინდა, ხო? ფსიქოლოგიური კეთილდღეობა ესე თავზე ხო არ გვეცემა ამას, შრომას სჭირდება და მიღწევა უნდა ამას. ეს ნიშნავს იმას, რომ მე ავტონომიური ვარ ჩემს გადაწყვეტილებებში, მე ჰარმონიაში ვარ საკუთარ თავთან და გარემოსთან, სხეულთან და იმ გარემოში, რომელშიაც მე ვიზრდები და ვცხოვრობ და ასე შემდეგ და აი ამ ჰარმონიას მე მიქმნის რა? ინფორმაცია. მე ვიცი რა მომწონს, რა არ მომწონს, სად არის რაღაცა ეს საზღვარი, რომლის იქეთაც მე აღარ გადავალ, იმიტომ რომ ის ჩემი არ არის და მე თუ ეს არაფერი არ ვიცი, შფოთვა მაქვს მაღალი ელემენტარულად, მე ნერვიულობ, მე არასწორ ინფორმაციას ვიღებ და როცა ხა შფოთვა მაქვს, ვღელავ, არასწორად მიყალიბდება წარმოდგენები და შთაბეჭდილებები, იქ ხა მე მგონი ძალიან ზედმეტი იქნება ლაპარაკი სწორედ ფსიქოლოგიურ კეთილდღეობაზე. კი, ნამდვილად, თუმცა მაინც იქ ტრიალებს ჩემი აზრები, რომ აი ჩვენი მშობლები იტყვიან ალბათ, რომ ჩვენ არავინ აგვიხსნა, მშვენივრად გავიზარდეთ და მაინც კარგები გავიზარდეთ. ანუ რაღაცა მორალის ელემენტის შემოტანა თითქოს ამ საკითხში, რომ აი თუ შენ ამ საკითხში განათლებული ხარ, შეყვარებული ყავს ან პარტნიორი ყავს, ხო, თქვათ, ეს არ შეიძლება, იმიტომ რომ ამორალურია და აი ჩვენ კარგები გავიზარდეთ, ოჯახები შევქმენით და არაფერიც არ დაშავდა, იმიტომ რომ ჩვენ არავინ არ ანუ წესიერება, არაწესიერების ზღვარი რატომ გადის, აი თქვათ იმასთან დაკავშირებით, რომ მე მაინტერესებს როგორც მოზარდს და ვიღებ ამ ინფორმაციას, თქვათ, ვკითხულობ, ან ვეკითხები და ასე შემდეგ. ხო, ნუ აქ კიდე ალბათ ერთი კონტექსტი, რაც უნდა გავითვალისწინოთ, როცა ჩვენ საზოგადოებაზე ვსაუბრობთ, ეს არის რელიგიური კონტექსტი. რელიგიური თვალსაზრისით, ხო, და ამ შემთხვევაში ჩვენი მშობლები შესაძლოა ამასაც გულისხმობდნენ, რომ ქორწინებამდე სქესობრივი ცხოვრება დაუშვებელია. თუ რელიგიური თვალსაზრისით მივუდგებით მას, ხო? შესაძლოა ამ ნაწილს გულისხმობენ, როცა ამბობენ, რომ კი, მაგრამ ახლა ჩვენ ხო აგერ გადასარევად და ძალიან დიდი მადლობა მათ, ხო? იმიტომ რომ კი ბატონო, ძალიან კარგადაც იცხოვრეს, ძალიან წესიერადაც იცხოვრეს. და ხო, მათ შესაძლოა ეს განცდა აქვთ, რომ ჩვენ ეს არაფერი არავინ არ აგვიხსნა, მაგრამ რაღაცნაირად ვიცხოვრეთ, მაგრამ ნუ რა ვიცი, თანამედროვე გამოწვევებს უნდა გავუსწოროთ თვალი. ვერ ვიტყვით, რომ ეს ერთი რომ თანამედროვე გამოწვევებს უნდა გავუსწოროთ თვალი და მეორე კიდევ სეკულარულ სახელმწიფოში თუ ვცხოვრობთ, სადაც რელიგიური დოგმები არ არის, ასე ვთქვათ, ის, რასაც ჩვენ სკოლაში უნდა ვასწავლიდეთ, ხო, ცალსახად ბავშვებს, ამ შემთხვევაში მე მგონი სქესობრივი განათლება აი ეს დიდი ქოლგაა, სადაც ძალიან ბევრ სხვა საკითხიც შემოდის, არა მხოლოდ ქორწინებამდე სქესობრივი კავშირის ქონა არ ქონა. სხვათა შორის აი ამასთან არის ხოლმე შეჭიდული აი ეს ეგ ნაწილი, რომ რატომ უნდა ვასწავლოთ და რა ხო არ უნდა გავურყვნათ და სექსზე სწავლება რა საჭიროა და არ არის. სულ სხვა რაღაცას გულისხმობს სქესობრივი განათლება და მე ძალიან გამიხარდება თუ მართლა ვიფიქრებთ, სახელმწიფო იფიქრებს ამაზე, რომ სახელი შევუცვალოს და იშინაარსი დარჩეს. მე მგონი აი ეს უფროსთაობასაც მოუხსნის ეს ამუხერხულობას. სხვათა შორის გარკვეულ კვლევებს ვკითხულობდი და იმ ქვეყნებში, სადაც აი ეს უკვე დანერგილი პრაქტიკაა, რომ თქვათ, აი ამ საკითხებზე ბავშვებს ძალიან პატარა ასაკიდანვე სწორ, ზუსტ და ასაკთან შესაბამის ინფორმაციას აძლევენ, უფრო გვიან იწყებენ სქესობრივ ცხოვრებას.
კი, ეს აი კვლევები არის. ამაზეც რო ეს ვისაუბროთ, კვლევები ანუ არის უფრო რაღაცა მეტი გააზრებით. გაცნობიერებით, უფრო მეტი გაცნობიერებით, იმიტომ რომ იციან რომ სიყვარულია საჭირო, რაღაცეებია საჭირო, გრძნობების პატივისცემაა საჭირო. აი მჰმ. ამაზე ვსაუბრობთ რეალურად ჩვენ სქესობრივი განათლების ქვეშ და მეტ არაფერზე. მეცაც გეტყვი, არა თუ გვიან მჰმ. ქორწინდებიან, არამედ საიდან დადგა ეს საჭიროება? მოდი აი ცოტა უკანო გადავახვიოთ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, რატომ დაინახეს რომ რაღაცა უნდა გაეკეთებინათ ამ მიმართულებით. აღმოჩნდა რომ ძალიან მაღალი იყო არასრულწლოვანებს შორის ორსულობები, რიცხვი, მჰმ. შვედეთში მაგალითად ეს ზუსტად მახსოვს და აქედან გამომდინარე დაიწყეს ამაზე ფიქრი, რომ როგორ შევამციროთ, რა გავაკეთოთ და რითი დავეხმაროთ ჩვენ შვილებს, იმიტომ რომ მარტო ეხა სამართლებრივად ვერ დაუწყებ დევნას, იმიტომ რომ ნამდვილად. ძალიან ბევრ სხვა ფაქტორთან არის შეჭიდული, როცა არასრულწლოვანი ორსულდება, ხო? და ყველაზე ბოლოს ფიქრობენ ეს არასრულწლოვნები საშინელებაა. სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე და აქედან გამომდინარე დანერგეს, შეიტანეს სკოლებში სქესობრივი განათლება, აი შვედეთში რაც მოხდა და ზუსტად 3 წელიწადში იყო დრამატული ვარდნა არასრულწლოვნებში ორსულობის. ჩვენი სტატისტიკა რომ გავიაზროთ, ბოლო ბათუმელებს ჰქონდა სწორედ გამოქვეყნებული, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში მჰმ. 3000-მდე არასრულწლოვნის მშობიარობა ფიქსირდება საქართველოს მასშტაბით და 500-მდე აბორტი. ხა მმ. ამაზე საგანგაშო სტატისტიკა რა შეიძლება რომ მოვიყვანოთ და რაზე უნდა ვინერვიულოთ, არ ვიცი. ეს არის სწორედ ის ტრაგედია, რის წინაშე ჩვენი ახალგაზრდები დგანან და არა ის რომ ვაიდა კაცი-კაცია და ქალი-ქალია, არ აერიოთ ერთმანეთში, როგორც ამას რატომღაც გვახვევენ თავს, რომ თითქოს მთავარი პრობლემა და მთავარი საშიშროება აქ არის. არა, მთავარი ამაშია სწორედ რომ 18 წლამდე გოგონები, რომლებსაც მთელი ცხოვრება წინა აქვთ და ღმერთმა ქნას რომ ისე მჰმ. შეძლონ და ეყოთ ეს ძალა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ასეთ ადრეულ ასაკში ეს 3000 მოზარდი ყოველ შემთხვევაში გახდა დედა, მაინც პროფესია შეიძინოს და მაინც პროფესიულად რეალიზდეს და დასაქმდეს მჰმ. და კარგად იგრძნოს თავი, მაგრამ ეს ხო პრაქტიკულად წარმოუდგენელია. ეხლა 17, 18, 16, 15 წლის ბავშვი რო დედაა, იქ ეხა მის პირად განვითარებაზე, კარიერულ განვითარებაზე თუ ეკონომიკურ დამოუკიდებლობაზე მე რა მგონი თქმა ფიქრი უნდა. ძალიან რთული იქნება და ეკონომიკური დამოუკიდებლობა არის კიდევ ერთი გვერდითი პრობლემა, რომელსაც მერე ქალი ეჩეხება, როცა მან ძალიან ადრე გააჩინა შვილი, იმიტომ რომ არავინ რაღაცა თავის დროზე რაღაცები არ მმ. აუხსნა და და ნუ მას ეს მერე არის როლი აქვს აბსოლუტურად მიღებული და როლი მორგებული, მიღებული როგორც აქვს მანამ სანამ პრობლემა კი, კი, შეექმნება. კი. ჩვენ ძალიან ბევრი ვიცით, რომ სწორედ ძალადობის მსხვერპლი არის ქალი, მაშინ როცა მას ეკონომიკურად დამოუკიდებლად არ შეუძლია ყოფნა. და ჩვენ ჯერ ამაზე უნდა ვიფიქროთ, უნდა გავაძლიეროთ ქალები, ამ შემთხვევაში ქალებზე აქცენტს გავაკეთებ, ხოლო თუმცა სქესობრივი განათლება როგორც ქალების რა არის, ასე თქმა რა თქმა უნდა. უნდა ვაჟებსაც ეხება და რო გავაძლიეროთ, ამისთვის ძალიან ბევრი რამ არის ნატა, საჭირო. მოდი რადგან ძალადობა ვახსენეთ, აი რამდენიმე ისეთი მაგალითი მოვიყვანოთ, რამდენიმე საკითხი ჩამოვთვალოთ, რატომ არის მნიშვნელოვანი ბავშვობის ასაკში ძალადობის პრევენციისთვის მჰმ. საუბარი კი. ბავშვთან. და აი, მოდი მე და შენ როგორც მშობლებმა ისე ვილაპარაკოთ, ხო, როგორც გოგოს ბიჭის მშობლებმა. აი რა უნდა ველაპარაკოთ, რა უნდა უთხრათ ჩვენ შვილებს, გოგოებსაც და ბიჭებსაც, რომ შეძლონ ამოცნობა მოძალადის ან ზოგადად აი ამ საკითხზე ჯანსაღი შეხედულება შეექმნათ. კი, პირველ რიგში ვიტყვი იმას, სქესობრივი განათლების წვლილი აქ სად არის და რო ძალიან დიდია, რა თვალსაზრისით, რომ აი ცოტა რომ შევცვალოთ რაკურსი და დავინახოთ მოძალადის პერსპექტივიდან ეს ყველაფერი. მოძალადის რა უნდა? საბოლოო ჯამში უნდა გაჩუმებული მსხვერპლი. და აი სწორედ გაჩუმებულია მსხვერპლი მაშინ, როცა მან არ იცის, რასთან აქვს საქმე, იმიტომ რომ მანც არავინ ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მიაწოდა. პირველი და მთავარი უნდა იყოს სწორედ აი ეს, რაზეც პრინციპში უკვე ვილაპარაკეთ, რომ ნებისმიერი კავშირი ჯერ მარტო უცხოსთან იქნება ეს ფიზიკურად, ვიღაცა მოვიდა, გამიღიმა, თუ ადრეულ ასაკზე ვლაპარაკობ და კანფეტი მაჩუქა, მეორე დღეს მითხრა, რომ რა ვიცი, შენი დედიკო და მამიკო ვიცი, ჩემი ძველი მეგობრები არიან, ძველი ნაცნობები არიან, დობაში შევიდა, მეორე დღეს ისევ კანფეტი მოუტანა, მესამე ეს დღეს ოღონდ უკვე უთხრა, ვთქვათ, რომ რომ მოდი ონლაინად ხო, ეს ონლაინ ფიზიკურადაც გადაინაცვლა. ხდება და ონლაინ დიდწილად გადაინაცვლა, იმიტომ რომ ონლაინ კიდევ უფრო კომფორტულად არის ნებისმიერი მოძალადე რაღაცა აი ამგვარ ქმედებებს უფრო მარტივად ახორციელებს, ხო? ნებისმიერი ინტერაქცია უცხო ადამიანთან
უნდა იყოს პირველ რიგში ეჭვის მომგვრელი ბავშვისთვის და ესეც რაღაცა ღია, მიამიტი თვალებით არ დაუწყოს ამ ურთიერთობას ყურება. მერე თავარი რაც არის, ეს უნდა ავუხსნათ, რომ როგორც წესი მსგავსი ადამიანები ვირტუალურ სივრცეშიც და რეალურ სივრცეშიც აღფრთოვანებას გამოხატავენ ხოლმე ბავშვებით. რა აკებენ. მაგარი ხარ, როგორი ყოჩაღი ხარ, როგორი ლამაზი ხარ, თურმე როგორ თამაშობ ფეხბურთს. თან ეხა აქ უკვე ჩვენი პრობლემა რა არის? ჩვენ ხო ძალიან სააშკაროზე გამოვიტანეთ, მართლა ეხა ერთი ჩემი მეგობარი წერდა სოციალურ ქსელში, რომ დაიწყო სწავლა 15-ში, რომ ძალიან მიხარია ყველას, რომ დაგყავთ ბავშვები სკოლაში, მაგრამ ისიც იფიქრეთო ბავშვის ფოტოს, სკოლის თაგს, მისამართი. მისამართს, კლასს და ყველაფერს რო უთითებთ, ეს როგორი მართლა კარტ ბლანშია ნებისმიერი მოძალადისთვის. მე ჩემი 8 წლის გოგოსთან ამ თემაზე მაქვს ნალაპარაკები. სწორ ასაკში მოვიგეთ. სწორ ასაკში ვესაუბრე? კი, ყველა ასაკში შესაძლებელია ამაზე საუბარი, უბრალოდ ჩვენ უნდა ავარჩიოთ იმ ასაკისთვის შესაფერისი სიტყვები. უნდა ვისაუბროთ ყოველთვის, როცა კი ჩვენც ვიგრძნობთ, რომ სასაუბროა და უკვე იმ ასაკშია, რომ რაღაცა კითხვები დასვა, დამოუკიდებლად დადის, სოციალური ქსელი აქვს. ეხლა Instagram გვერდი აქვს, Facebook გვერდი აქვს, TikTok გვერდი აქვს და ჩვენ ამ ყველაფერზე ნალაპარაკები არ გვაქვს, იმიტომ რომ გგონია რომ ადრეა და როგორ არის ადრე, როცა სოციალურ ქსელში აქვს სხვადასხვა კი აკაუნტი, ბატონო, ჩვენი ბავშვი გვეკითხება, ყველაზე გავრცელებული შემთხვევა. ხო? ჩვენი ბავშვი გვეკითხება, როგორ გავჩნდი მე? როგორ გავჩნდი მეზე, ფსიქოლოგები გვეუბნებიან, რომ უნდა ავუხსნათ ისევ მისი ასაკისთვის შესაფერის ენაზე. როგორ გაჩნდა და დედაც და მამას ძალიან შეუყვარდა ერთმანეთი. მერე როგორც არის, ისევ იმ ასაკისთვის შესაფერისად, ბავშვი რომ უცელში იზრდება. ჯერო პატარა ლობიოს ხელა, შემდეგ რომ ვაშლის ხელა, ხა ის ყოფდა ძალიან ბევრია ილუსტრაციებით სოციალურ ქსელში, რომელიც შეგვიძლია მოვიძიოთ და რაღაცნაირად მივაწვდით ამ თვალსაზრისით ინფორმაციას. ცოტა უკვე პუბერტატის ასაკს თუ მიაღწევს ბავშვი, იქ შეგვიძლია უკვე უფრო მეტი დეტალიზაციით მივაწოდოთ ეს ინფორმაცია. ძალიან კარგია და ძალიან ხშირად ეხმარება მშობლებს მაგალითად ფილმის ყურება. ყველა ფილმში, ნებისმიერი ასაკისთვის შესაფერის ფილმში, ამას აი სპაიდერ სუპერმენი, ხო, ეხლა ახალი გამოვიდა სუპერმენი და სულ ძალით ვუყურე ბავშვთან ერთად და იქაც კი არის რაღაცა დეტალები, როცა ამ გოგონას და ბიჭის ემოციურ ურთიერთობას შეეხება და შეგვიძლია რომ ჩვენ აი ამ პერსონაჟების მაგალითებით ვისაუბროთ. ძალიან ხშირად თვითონ აი თერაპიულ პროცესად, ფსიქოთერაპიაზე ძალიან ხშირად არის ხოლმე რომ მოდის თერაპიაზე პაციენტი და მე მინდა მოგიყვეთ ჩემი მეგობრის ამბავზე. და თქვენი აზრი მაინტერესებს. ეუბნები რომ მომიყევი, იმიტომ რომ იმ მეგობართან მიმართებაში თავის ამბავს აწვება და უფრო უმარტივდება მესამე პირში ლაპარაკი. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია რომ ეს რაღაცა კინოს ვუყუროთ, მულტფილმს ვუყუროთ და რა ვიცი, დალმატინელებზე როა ფილმი, იქაც კი ფილმიც და მულტფილმიც, იქაც კი ქალი და კაცია, რომელსაც უყვარდებათ ერთმანეთი, ხო? და აი ესეც უკვე არის გარკვეული წინაპირობა იმისა, რომ ჩვენ დავიწყოთ ლაპარაკი, როდის იქმნება ოჯახი, როდის ჩნდება მერე ამ ოჯახში შვილი, როგორ უყვართ შვილი მშობლებს, ხო? ხო არ არის აუცილებელი, რომ თუ კი გვეუბნება, რომ როგორ ჩნდება შვილი, ჩვენ აუცილებლად მკაცრად ფიზიოლოგიაზე გადავიდეთ და მოუყვეთ ეს ნაწილი. ჩვენ შეგვიძლია, რომ მისი ასაკის შესაფერის ტონალობაში ეს ყველაფერი მას ვუთხრათ. ცალსახად არ უნდა გავაკეთოთ ის, რომ რაღაცა წერო მოგიყვანა და კომპოსტოში იპოვე და სადღაც აღმოგაჩინე, ან არ ვიცი და არ მცალია და გაიზდები და გაიგებ. ეს არ უნდა გავაკეთოთ. რატო? აი არ ვიცი, მერე გაიგებ ეს ბავშვისთვის რას ნიშნავს? იმიტომ სწორედ წავა და ChatGPT-ს დღეს ჩემი უმცროსი ისე ელაპარაკება, მე გამიჭირდა მასთან კომუნიკაცია, ყველაფერს ეკითხება და კითხავს. და წაიკითხავს და არ ჯობია რომ მე აი ეს კრედიტი ნდობის რომ მოვიდო და ძლივს რაღაცა მკითხა, მივიღო და უპასუხო და გავამართლო. კარგი, როდესაც ჩვენ ამ პოდკასტისთვის ვემზადებოდით, ჩვენმა გამომწერებმა მოგწერეს რაღაცა კითხვები, ძალიან საინტერესო საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება და მინდა ამოვიკითხო. და მათ შორის ერთ-ერთი იყო ეს, რომ როგორ ჩნდება ბავშვი, როგორ გავჩნდი მე და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, როდესაც ბავშვის ბიჭის ცხოვრებაში არ ფიგურირებს მამა, არც ბიძა და ზოგადად მამრობითი სქესი რა და თქვათ დედა არის მხოლოდ აღმზრდელი, ბებია და ქალები არიან აღმზრდელები. აი როგორ მიდის იქ ეს პროცესი რა? მაინც აი ხო ხედავ, ქალებს ბიჭებთან აქვთ უხერხულობა. აი ესეც რაღაცა ის არის, გასარღვევი წრეა, ხო? ბიჭს მამა უნდა ელაპარაკოს და გოგოს დედა, აი ესეც ესეა დღემდე. სწორია?
სწორი. ხო, იმიტომ რომ უფრო გვიმარტივდება სადღაც სუფთად ადამიანურ დონეზე. გვიმარტივდება რომ ხა დედამ გოგონას ხო. მოუყვეს რაღაცები, ისევე როგორც ბიჭს მამამ აზიაროს რაღაცა ინფორმაციას, ან კიდე უფრო მამის მეგობრებმა ესეთი რაღაცნაირი მავნე პრაქტიკაც იყო ხოლმე, ხო? არის ეს გვახსოვს არის და ხო, დღემდე. ეს კიდე ცალკე პრობლემაა, მაგრამ აა აა, ხო, მე მესმის დედების, მარტოხელა დედების, რომლებიც ზრდიან ბიჭს და აქ ძალიან ბევრი შფოთვა, ძალიან ბევრი აჰა. ღელვა შემოდის, რომ ვაკლებ რაღაცას და როგორ შევავსო. მთავარი არის ალბათ აქ, რომ მე მახსოვდეს, რომ არც არაფერს არ ვაკლებ, მე სიყვარულს ვაძლევ. ყველაზე მთავარს ვაძლევ აჰა. ჩემ შვილს, უკიდეგანო უპირობო სიყვარულს და მხარდაჭერას და ამგვარ თემებზე სასაუბროთაც შევეცადოთ ალბათ რომ მაქსიმალურად ღია ვიყოთ. რაღაცაზე ვუთხრათ რომ მოდი აბა ერთად გავეცნოთ ინფორმაციას და ეს ინფორმაცია იყოს თქვათ წიგნიდან ამოღებული. ეს აჰა. ინფორმაცია იყოს სპეციალისტების მიერ დაწერილი. დღეს ახლა ჩვენც რომ დავგუგლოთ, ჩვენ ვიპოვით ისეთ რესურსებს, სადაც ძალიან დაბალანსებული აკადემიური ენით არის მოთხრობილი სქესობრივი აქტით დაწყებული ყველა სხვა ჩვენთვის ძალიან, ასე ვთქვათ, სენსიტიური, ინტიმური დეტალები. იქნება ასეთი რესურსი, რომლის გაცნობასაც ჩვენ უფრო მარტივად შევძლებთ ჩვენი შვილებისთვის. ყოველ შემთხვევაში მესმის რომ გამოწვევაა ის რომ მე ვარ მარტოხელა დედა და მყავს ბიჭი, მესმის რომ ეს ბევრ დისკომფორტთან არის არის ასე ვთქვათ შეჭიდული, მაგრამ უნდა გავიზარდოთ, უნდა აი ამ კეთებით, უნდა დაკვირვებით, მეც როგორც მშობელი გავიზარდო და საბოლოო ჯამში მივხვდები რომ ლაპარაკი მაინც გაცილებით უფრო კომფორტულია ვიდრე წაყრუება და რაღაცა თემების არიდება, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში მაინც გვიტრიალდება ეს და გვიტრიალდება ძალიან გვიან. ნატა, მინდა რომ მივუბრუნდეთ სექსუალური შევიწროვების საკითხს და საერთოდ ავხსნათ ეს ტერმინი რას ნიშნავს, იმიტომ რომ რაღაც ამ ბოლო დროს თითქოს ისე რაღაცები ადამიანებს ხუმრობაში გადააქვთ რაღაცა ესეთი სერიოზული საკითხები, რომ თითქოს აი ვიღაცა ამეტებს, უკვე ვიღაცა ყველაფერს ამ სახელს არქმევს და რაღაცა ამ თემაზე მიდის ღადაობა ეგრეთ წოდებული, ძალიან ხშირად სოციალურ ქსელში ამას ვამჩნევ და მოდი ვთქვათ რა არის სექსუალური შევიწროვება და როგორ შეიძლება გამოვლინდეს ის ბავშვებში რა, იმიტომ რომ იქაც ხდება ძალიან კი ხშირად. ბატონო. სექსუალური შევიწროება ეს არის არასასურველი სექსუალური შინაარსის ქცევა, რომელიც ადამიანს უქმნის დისკომფორტს. ეს შეიძლება იყოს სიტყვიერი, შეიძლება იყოს მეტსახელის შერქმევათი დაწყებული, უბრალოდ რაღაცა რეპლიკებით გაგრძელებული, ეს შეიძლება იყოს არასიტყვიერი, არამედ ჟესტებით, მზერითაც მათ შორის, ხო და ნუ ცხადია ფიზიკური თვალსაზრისით. სამწუხაროდ ჩვენს რეალობაში ფიზიკური შეხების კონტექსტშიც კი სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით არა გვართ ისეთი სენსიტიურები, აღარაფერს ვლაპარაკობ სიტყვიერ და არავერბალურ ნაწილზე, ხო? ჩვენ რაღაცნაირად გვაქვს სამუშაო. ატარებ ამას. ვატარებთ, იმიტომ რომ შეიძლება არასწორად გაგვიგონ, აი ეს ძალიან ფრთიანი ფრაზა როა, რომ რაღაცა სასამართლოზე გაუპატიურება რომ განიხილება და პირველი კითხვა არის რომ რა ეცვა იმ დღეს ქალს, აი სადღაც მან მიდის ხოლმე რა ჩვენი თითქოს ჩვენი გამოიწვია, გონება რომ ხო? ხომ არ გამოვიწვიე, ან ისე ხომ არ აცვია ქალს თუ კაცს, რა ვიცი რომ იწევს აი ამ დამოკიდებულებას სხვებში. ამიტომ აი მთავარი პრობლემა თითქოს რა ჩვენ საზოგადოებაში არის, ეს არის რომ აი რაღაცა საკუთარი თვითკრიტიკა გვერთვება ძალიან ხშირად, როცა სექსუალურ შევიწროებაზე ვსაუბრობთ. ეს მარტო ქართული ფენომენიც არ არის, ხო? აი Me Too-ს კამპანიამ ძალიან კარგად დაგვანახა ეს, ხო? ჰოლივუდში რაც ხდებოდა, რომ ერთ დღესაც იფეთქა ამ ყველაფერმა, რომ თურმე სექსუალური შევიწროების მსხვერპლი ძალიან ბევრი იყო და ძალიან გვიან მიხვდნენ რიგ შემთხვევებში ქალები. მით უფრო გვიან ხდება ბავშვი და მოზარდი ამას, რომ მის თავს რაღაცა ხდება. ამიტომ ეხლა აი გამახსენდა ჩემი ერთი შემთხვევა, ეხლა რომ საუბრობდით, ძალიან პატარა ვიყავი და ერთმა ბიჭმა, ჩემზე ძალიან ბევრად უფროსი იყო. ისეთი რაღაცა საზიზღრობა მითხრა. ჩემი მეგობრების თანდასწრებით. ხო და ნუ ძალიან საშილად ვიგრძენი თავი, მაგრამ ნუ ყველამ გაიცინა ამ ფრაზაზე. მე რაღაცნაირად ვიფიქრე, რომ ესეთი იუმორია რა და ნუ ესე ხდება ხოლმე. ალბათ აი დიდი ბიჭები ესე ხუმრობენ. და ახლა რომ ვიხსენებ, ახლაც
ტანით მახსოვს ის საშინელი შეგრძნება რა, რაც მაგ მომენტში მჰმ. დამეუფლა, ანუ აი რაღაცა, მაგრამ აი ხა არავის ვერ გამიზიარებია არასდროს, აი შენ გაგიზიარებ. ხო და აი რას მოდი აი რაღაცნაირად ამ შეგრძნებებზე აი მივანიშნოთ რა მშობლებს, რა შეიძლება მათი შვილები გრძნობდნენ აი ეგეთ სიტუაციებში და რაღაცნაირად მე ხო შეიძლება რომ საერთოდ აი მამაკაცზე შეგექმნას სულ სხვა წარმოდგენა რომ აი ყველა ეგეთია, ყველა ეგრე ყველა მეგრე უნდა მოგმართოს, არ ვიცი აი რა კი. როგორ შეიძლება რომ აი მივახვედროთ. პირველ რიგში ძალიან მენიშნა და ძალიან სევდიანია შენს ისტორიაში გარშემოყოფების სიცილი. ხო, ამ ნუ სიცილს მათაც რამდენიმე ალბათ მიზეზი აქვს როგორც წესი. პირველი არის რომ ჯერ ერთი რომ რაღაცები ცოტა მიღებულია საზოგადოებაში და ეგეთ თემებზე შემილია პრინციპში გავიცინო და ეს ძალიან სევდიანია და მეორე და კიდევ უფრო სევდიანი ამ ყველაფერში არის ის რომ მე ვიცინი ხშირ შემთხვევაში იმიტომ რომ თავს ვიცავ. იმიტომ რომ მეც არ აღმოჩნდე სამიზნე აი ამ უხამსი შევიწროების იქნება თუ რაღაცა სხვა ძალადობის ძირითადად აი ბულინგზე რომ გადავიდეთ ასე ვთქვათ ბულინგის აი ძალიან კლასიკური ამბავი არის ეს რომ გავს ხო? კი ბულერის გვერდით შემოიკრიბება ხოლმე ადამიანები მოზარდები იმიტომ სწორედ რომ ურჩევნიათ რომ ბულერის გვერდით იყვნენ იმიტომ რომ თვითონ არ გახდნენ სამიზნე და რიგ შემთხვევებში ბულერს ეთანხმებიან იცინიან მის რაღაცა შეურაცხმყოფელ კომენტარებზეც, მის არასასურველ ქცევაზეც, რომელსაც სხვა ადამიანის მისამართით სჩადის და აი ეს სიცილი სადღაც არის თავის გადარჩენის სუფთად ისე ირაციონალური მექანიზმიც და ძალიან ხო, მაგრამ აი მტკივნეულია. ამ დროს განსაკუთრებით ნუ ეს გოგონების შემთხვევაში უფრო ხშირად ხდება ალბათ, იმიტომ რომ რაღაცნაირად ესეა ეს სამყარო მოწყობილი, რომ ქალები ვართ უფრო მეტად ჩაგვრის, ძალადობის თუ შევიწროების მსხვერპლები, იმიტომ რომ რაღაცნაირად ეს სტერეოტიპული დამოკიდებულება ქალებს გოგოები ბიჭებს, აი სკოლაში ხო იყო ეგრე, ხო? ჩემ დროსაც ესე იყო, რომ აი ცალ-ცალკე დაჯგუფებებად აღვიქვამდით ერთმანეთს. და ეს ძალიან გვიან გავიაზრე, მას შემდეგ რაც შვილები შემეძინა, რომ ეს იყოს სქესთაშორის დაპირისპირება და მე მგონი დღემდე ესეა, რომ რაღაც თითქოს ერთი სქესი მეორეს ამწარებს რა და ეს ხო რეალურ ცხოვრებაში მე რეინაცვლებს თუ ეს რაღაცა ბავშვური ის არის მაინც რაღაცა ესე დაყოფა რომ აი გოგო ეს ბიჭი. ნუ თავიდან ალბათ რა თქმა უნდა თავის მსგავსთან იწყებს მეგობრობას. მაგრამ ჩვენ უნდა შევუწყოთ ხელი ყოველთვის რომ თუნდაც აი საკლასო პირობებში რატომ არის სასკოლო კლიმატზე დღეს ძალიან ბევრს საუბრობენ. აი საკლასო კლიმატმა უნდა უზრუნველყოს სწორედ ის რომ ისეთი თამაშები შევიტანო კლასში, ისეთი პროექტები ვაკეთებინო, სადაც ავრებ და გოგონებს და ბიჭებს ერთად ეკნებათ საქმე, ერთმანეთზე იზრუნებენ, ესე ძალიან მნიშვნელოვანია, ხო? გოგოები ცალკე თამაშობდნენ, ბიჭები ცალკე და რაღაცა მტრულბანაკებად იყვნენ დაყოფილი კი არა, პირიქით პირველი კლასიდანვე და ნუ ეს სკოლამდელ განათლებით უნდა დავიწყოთ რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში და აქ ძალიან ბევრი სპეციალისტი ძალიან კარგი ყავს სხვა შორის საქართველოში რომელიც სკოლამდე განათლებაზე მუშაობენ და აი მათაც შეგვიძლია დავეკითხოთ როგორ უნდა გავაკეთოთ ეს რომ უფრო მეტად იმეგობრონ თავიდანვე იმიტომ რომ ძალიან ბევრ რაღაცას უზრუნველყოფს. პირველი განსხვავებულის მიღებას უზრუნველყოფს ეს, რომ განსხვავებულია, მაგრამ ჩემი მეგობარია, ის გოგოა, მე ბიჭი ვარ და ჩვენ ვმეგობრობთ, ხო? და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ და ამას უნდა შევუწყოთ ხელი. მშობლებმაც უნდა შევუწყოთ ხელი, რომ ჩვენ შვილებს ყავდეთ საპირისპირო სქესის მეგობრები. და რასაც მე არ ვიცი რამდენად ვაკეთებთ და თვითონ სკოლამაც რა თქმა უნდა ამ მიმართულებით ძალიან დიდი ძალისხმევა უნდა გაწიოს. ხო, მე სულ ვეკითხები ხოლმე ჩემ შვილებს თუ ყავთ ბიჭი და გოგო მეგობრები და ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ამას. ალბათ იმიტომ რომ მინდა რომ ჩემმა შვილებმა საპირისპირო სქესს მე გაუგონ უკეთ. მათი ემოციები იცოდნენ რას გრძნობს ის, როგორია მისი ემოციების გამოხატულება. აი თუნდაც ის, რომ რაღაცა ის გოგოა და ტირის და რაღაცა ისტერიკაშია და ამითი გამოხატავს, რომ ეს რაღაცა უარყოფითად მეტყველებს მასზე და ეს რომ ასე არ არის და ყოველას რომ აქვს ეს ემოცია და მოკეთ ძალიან ბევრი ფიქრი მომივიდა ეხლა თავში. სტერეოტიპებთან მივდივარ ბოლოს, რომ ბიჭმა არ უნდა იტიროს, გოგოს ეპატიება ტირილი, ქალი თუ ტირის, აი ნუ ქალია და ამიტომ ისტერიულია, ძალიან ბევრი ძალიან
ძალიან ისეთი კლიშე და ძალიან უარყოფითი სტერეოტიპი კი. სულდგმულობს ჩვენ საზოგადოებაში სამწუხაროდ, ხო? და ყველაზე დიდი, რასაც მე ჩვენ ვიმკით ძალიან ცუდად, ეს არის რომ ბიჭებს ისევ ზრდით, რომ ბიჭმა არ უნდა იტიროს და ბიჭიც ისეთივე ემოციებით არის სავსე როგორებსაც ქალი და შესაბამისად ბიჭმა რომ არ უნდა იტიროს, მერე აი ეს დაგროვებული ემოცია სადღაც სხვაგან მიდის და მერე შეიძლება სადღაც ვინანოთ კიდეც ეს ამბავი, მაგრამ უკვე არის ხოლმე ძალიან ძალიან დაგვიანებული. ჩვენ ბიჭმაც უნდა იტიროს, გოგონამაც უნდა იტიროს თუ ეტირება და უნდა გამოვხატოთ ემოციები ლაღად. ესეც ხო იმ სქესობრივი განათლების ეს ნაწილია. არის სქესობრივი განათლების ერთ-ერთი მთავარი ქვაკუთხედი. იცი რა მინდა საუბრობდით იმაზე რომ გოგოები და ბიჭები და ასე შემდეგ. ძალიან ხშირად და თითქმის ყველა ბავშვს ალბათ რაღაც ასაკში უჩნდება ინტერესი აი ამ სასქესო ორგანოების მიმართ და ну, მოდი ვაღიაროთ, ყველას ხო ქონია ესეთი შემთხვევა, რომ აიმე ჩემმა შვილმა რაღაცა იმას კითხა, ისეთი შემთხვევებიც ყოფილა, რომ აი მე მგონი აჩვენა, აიმე, აი რაღაცა ძალიან გვეუხერხულება ამაზე ლაპარაკი და თითქოს ეს არის ესეთი სირცხვილი, რომ სჯიან ბავშვებს უკრძალავენ ურთიერთობას მერე იმ ბავშვთან. რაღაცა თითქოს უხამსად აღიქმება ეს. სიამოვნებაში რა არის ეს? მოდი ავუხსნათ მშობლებს. ანუ რა დგას, რა ტიპის ინტერესი დგას და არის თუ არა მშობელი ვალდებული რაღაცნაირად ეს ინტერესი დაუკმაყოფილოს, რომ აი ასეთი ფორმით არ მოხდეს გამოხატვა. ცხადია, პირველ რიგში სახელები უნდა დავარქვათ. ის სახელები, რაც ქვია ყველა ორგანოს და მათ შორის სასქესო ორგანოსაც. არ შეიძლება რაღაცა კნინობითი გაუგებარი სახელების გამოყენება. აუ რა ძნელი, მე ვერ ვქენი ეგ. გამომდინარე იქიდან, რომ ხო, აი ესეც რაღაცა ის არის რა, როგორც ახლა ხელს ქვია ხელი, ასევე ყველა სხვა ორგანოს ქვია ორგანო. და როცა ბავშვი იგრძნობს, რომ ღიაა მშობელი ამ ინფორმაციის გაზიარებისთვის, ხო, ქალები და კაცები ბიოლოგიურად, ანატომიურად განსხვავდებით ერთმანეთისგან. ბევრი თვალსაზრისით განსხვავდებით ძალიან ერთმანეთისგან და ამაზე საუბარი არის ჩვეულებრივი რამ. მე მგონია, რომ აი ეს ასე ვთქვათ, ბარიერი თუ აქვს მოხსნილი შვილს მშობელთან მიმართებაში, აღარ შევა მერე აი ამ ძალიან ბევრ სირთულეში და ძალიან ბევრ რაღაცა წიაღისვლებში, რომ რისიც მერე ჩვენ გვერიდება ძალიან. თანატოლებთან, ასე ვთქვათ, აი ამის გაზიარების და მით უმეტეს პატარა ასაკში, სკოლამდელ ასაკშიც რაღაცა ფორმასაც ვერ ნახულობენ, ხო? კომუნიკაციის როგორ გააკეთონ ეს და შემდეგ სკოლამდელ ასაკს კიდე თავისებურება აქვს. ახლა იქ შეიძლება ბავშვმა რაღაცა გააკეთოს მართლა, მაგრამ ამაზე მშობლის და უფროსის რეაქცია შეიძლება იყოს ისეთი თავში ხელის წაშენის, რომ მიხვდეს, რომ რაღაცა დააშავა რადიკალურით, ან ვერც მიხვდეს რა დააშავა და აი ეს სირცხვილი ჩაებეჭდოს მას რაღაცა სასქესო ორგანოსთან მიმართებაში სირცხვილის გრძნობა, რაც ჩვენი ბრალია. უფროსების ბრალია როგორც წესი ყველაფერი. ჩვენ არ ვართ მზად. ცოტა უფრო რო ვთქვათ, შორი ხედით შევხედოთ ამ პრობლემას, პედაგოგიზაცია ქვია ამას მშობლების. ჩვენ მშობლობისთვის არ ვემზადებით, ისევ ხდებით მშობლები. ამ ყველაფერზე ჩვენ არ ვეცნობით ინფორმაციას, არ ვყიდულობთ წიგნს, სადაც ეწერება ყველაფერი დეტალურად, არ ვეცნობით ისეთ რესურსებს ვებგვერდებს, სადაც პროფესიონალების მიერ შედგენილი ინფორმაცია და მე კეთებაში რაღაცებს ვსწავლობთ და აქედან გამომდინარე უფრო მეტ შეცდომასაც უშვებთ, იმიტომ რომ თუ გავაცნობიერებთ რაღაცებს, მნიშვნელოვნად წინ წავწერთ საქმეს. სხვათა შორის კიდევ ერთმა ჩვენმა გამომწერმა მოგწერა ეს საკითხი და მინდა კითხო. მოხდაო მოკლედ ასეთი შემთხვევა, როდესაც ჩვენმა პატარა ბავშვმა დაგვინახაო რა. აი სიყვარულის მომენტში და ალბათ ესეთი რაღაცები ხდება, ხო? მით უმეტეს ოჯახებში, რომელიც შედარებით ისე მრავალრიცხოვანია და ვთქვათ ისე ძალიან ბევრი ოჯახი ცხოვრობს ვიწროდ, ხო, დღეს საქართველოში და რაღაცა ძალიან ისეთი საშინელი მომენტი იყო, უხერხულიო და არ ვიცი რა დაინახა და რა დაამახსოვრდა და ასე შემდეგ და ჩვენც საშინელი რეაქცია გქონდა. აი სინამდვილეში ხო ესეთი ყოფითი და ძალიან ხშირი შემთხვევებით ყალიბდება ადამიანის წარმოდგენები რაღაც. აი რა უნდა იცი რა, რაღაც მზარეთი რთულია ასეთ დროს ვუთხრათ მშობლებს, მაგრამ მაინც ერთი უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ არ ვიცით იმ მომენტში ბავშვის
ფანტაზიის რაღაცა მასშტაბების აჰა. გათვალისწინებით, ასაკის გათვალისწინებით, რა კადრს დაინახავს, რა კადრს დაიმახსოვრებს და იმ კადრს მერე რა შინაარსით შეავსებს. ჩვენ ეს არ ვიცით. ამიტომ რა თქმა უნდა ყოველთვის უნდა მოვერიდოთ მსგავს ინციდენტებს სახლში. ეს ცალკე პრობლემაა და ცალკე ტრაგედიაა, რომ ძალიან მჭიდროდ აჰა, ცხოვრობენ აჰა. რამდენიმე თაობა ოჯახებში და არ არსებობს ქვეყანაში რაღაცა საბინაო პოლიტიკა, სადაც შეიძლება რომ ცოტა მაინც მივცეთ ამოსუნთქვის საშუალება ახალგაზრდა თაობებს. ჩვენ ვიცახით რომ ჩვენთვის ძალიან პრიორიტეტულია რომ გაიზარდოს, ასე ვთქვათ, შვილოსნობა, თუ რა ქვია ამას, რაოდენობა. დემოგრაფია, ხო, დემოგრაფიული დემოგრაფიული მდგომარეობა. სურათი გაუმჯობესდეს, მაგრამ ამ დემოგრაფიული სურათის გაუმჯობესებას, პირობების გაუმჯობესებას სჭირდება, ამაზე ნაკლებს აჰა. ვფიქრობთ, ხო? ნუ თუ მაინც მოხდა ესე რომ ბავშვმა დაინახა ის, რაც მერე ჩვენ გვეშინია რომ შეიძლება გახდეს მისთვის გარკვეული ფანტაზიის წინაპირობა და ვერ გაიგოს, ალბათ ჯობია რომ ყოველგვარი დაპანიკების, ყოველგვარი ეს რა მოხდა და რაღაცა შეძახილების გარეშე უბრალოდ ავუხსნათ, რომ არც არაფერი არ მოხდა, რომ დედას და მამას ძალიან უყვართ ერთმანეთი და ერთმანეთი რომ უყვართ, შვილიც ძალიან უყვართ, ერთმანეთი რადგან უყვართ, ამიტომ გაჩნდა თავად ისიც და რომ ამ ყველაფრის ბაზისი არის ძალიან დიდი სიყვარული, რომლითაც არიან მისი მშობლები დაკავშირებული ერთმანეთთან. ჩემს ბიჭს აი ძალიან იშვიათად მახსენდება, როცა რამე ჩვენთვის უკითხავს მშობლებისთვის. ჯერტი ისედაც ისეთი ტიპაჟი იყო ყოველთვის არა ძალიან მოლაპარაკე და რაღაცა ისეთი. მაგრამ აი სადმე მაქვს დაშვებული შეცდომა, ანუ მშობელმა ასეთ დროს ესეთ ბავშვთან, რომელიც ზიდად არ გამოირჩევა რა ინტერესიანი არ არის და აი ბევრ კითხვებს არსებობს. აი თვითონ უნდა შეეცადოს ამ თემების წამოჭრას, იმიტომ რომ ერთ-ერთჯერ მქონდა მცდელობა და კი, არა, ასეთი პასუხები მივიღე და აი როგორი იქნებოდა, ვთქვათ, იდეალური კომუნიკაციის ფორმა რა ასეთ საკითხებზე. ხო, აქაც ძალიან აი შენი რთულია. გამოცდილებით. იცი რა, ზოგადად მე ერთი შემიძლია ვთქვა, რომ სქესობრივ განათლებას არ უნდა მივახტეთ, ასე ვთქვათ, პირველი. თუ ბავშვი უტყვია, ჩუმია, სხვა თემებით უნდა დავიწყოთ მასთან ურთიერთობა და რომ გავხსნით, რომ ნდობას მოვიპოვებთ, რომ მივაჩვევთ ამასაც, ხო, რომ თურმე ლაპარაკი კარგია სახლში, მერე გადავიდეთ სქესობრივ განათლებაზე. ვერანაირად ვერ მივახწევთ ვერაფერს, თუ ვიტყვით, რომ ეხლა მე რაღაცა სქესობრივი განათლების საკითხებზე გვაქვს ვალაპარაკო. მოდი ახლა დავსხდეთ და მაგრამ ხო, დავსხდეთ და ვილაპარაკოთ, არ გამოგვივა. ჯერ უნდა მივაჩვიოთ ზოგადად ემოციებზე ლაპარაკს. ჩემი უფროსი ბავშვიც ასეთია, ცოტა უტყვი. ამაზეც შეიძლება ახლა გამიწყდეს, რომ ეს ფრაზა ვთქვი და მეტი არაფერი და ამიტომ მე მესმის ძალიან კარგად ყველა მშობლის, რომელიც არის მშობელი ბავშვის და ბავშვი ამ დროს არის ჩუმი, არ შემოდის დიდად კონტაქტში, ну თავისი ასე ვთქვათ სამყარო აქვს და თავის ცხოვრებით ცხოვრობს. ემოციებზე უნდა ვილაპარაკოთ, თუმცა ემოციებზე ლაპარაკიც რთული ამოცანაა ძალიან. იმიტომ რომ თვითონ ბავშვი არ არის ღია ემოციებზე ლაპარაკისთვის და ამ შემთხვევაში რა ვქნათ? ამ შემთხვევაში შეიძლება დავიწყოთ ლაპარაკი უბრალოდ აი საკუთარ თავზე. მივიდეთ გვერდზე, დავუჯდეთ და ვუთხრათ, რომ დღეს მქონდა ემოციურად ძალიან რთული დღე. ნუ ალბათ ვკითხავს რატო ზრდილობისთვის, შეიძლება ძალიან არ აინტერესებს, მაგრამ ნუ რატო და რატომზე უნდა მოვუყვეთ, რომ რაღაცა სამსახურში გადამხდა, კოლეგამ მაწყენინა. ან ჩემო უფროსმა ჩემი შრომა ისე ვერ დააფასა, რომ მიხვდეს, რომ ეს პრობლემები, რომ რაღაცა მეწყინა, რაღაცა კარგად ვერ გავიგე, დავიღალე, ჩემთვის, მისი მშობლისთვის, ანუ არის ძალიან ჩვეულებრივი ყოველდღიურობის ნაწილი. მეორე დღეს კიდევ რაღაცა მსგავსი ემოციებზე უნდა ველაპარაკოთ, რომ თვითონაც წამოვიდეს აქეთკენ, რომ ემოციებზე შეიძლება საუბარი. ამის შემდეგ ისევ შეიძლება უკვე თანდათან რაღაცა ისეთი ცოტა უფრო სენსიტიური თემატიკაც გავურიოთ შიგადაშიგ. ანუ ეხლა მივხვდი, რომ ჩვენ, როდესაც ჩვენს უარყოფით ემოციებს, ვუმალავთ ჩვენს შვილებს, იმიტომ რომ ვითომ ზოგავთ მათ ემოციურ ფონს და რაღაცნაირად არ გვინდა რომ თავით უდათ ვაგრძნობინოთ, სინამდვილეში ეს დიდი დათვური სამსახურია და ის რომ ხანდახან ჩვენც წამოგვივა ცრემლი, ის რომ ხანდახან ჩვენც გვაწყენინებს ოჯახის წევრი, რომ ვართ გაბრაზებულები, ეს ყველაფერი უნდა ვანახოთ, ხო? მეტნაკლებად
ბავშვებს აქვთ განვითარებული წარმოუდგენლად ინტუიციის გრძნობა. უბრალოდ ზოგი ამას ამბობს, ზოგი არა. ჩემო უმცროსმა იცის ხოლმე, ზურგით ვდგავარ თქვათ და საჭმელს ვუკეთებ. დე, ცუდ ხასიათზე ხარ, იცი ვკითხავს, აი რანაირად უნდა დამინახოს ზურგიდან მე როგორი ხასიათი მაქვს, მაგრამ გრძნობენ. შეიძლება არ გამოხატოს, მაგრამ აუცილებლად იცის, რომ რაღაცა ისე არ არის. ხო და ჩვენ რა ვუმალავთ, მე ისინიც ხო დაგვიმალავენ ამ ემოციებს. ისინიც დაგვიმალავენ და თან სანამ დაგვიმალავენ, მანამდე რაღაცა ისე არ არის განცდას, მე ისინი თავიანთი ამ გადასარევი ფანტაზიით ისეთ შინაარსს შესძენენ, რომ მართლა შემაშფოთებელი და შემაშინებელი იქნება მათთვისვე. ამას ჯობია ვუთხროთ, რომ ხო, სამსახურში მაქვს რაღაცა პრობლემა, მე რა ვის არ ქონია. იმიტომ რომ მასაც რო ექნება სკოლაში პრობლემა, მიხვდება რომ ჩვეულებრივი ცხოვრების ნაწილია. ხან მაქვს მე პრობლემა, ხან არა მაქვს პრობლემა, იმიტომ რომ ესეთი არის ცხოვრება, ხო? და მე მგონი აი ამ ჩვენი მაგალითით გავუმარტივებთ ცხოვრებას. ნატა, დიდი მადლობა. იმედი მაქვს ჩვენი მაყურებლისა და მსმენელისთვისაც იყო საინტერესო და რაღაცნაირად შევძელით, რომ განმარტებები მიგვეცა მათთვის თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ეს ჩვენთვის პირველ რიგში, ჩვენი შვილების მენტალური თუ ფიზიკური ჯანმრთელობისთვის სამომავლოდ და იმედი მაქვს, რომ გამოხმაურებებს არ დაიშურებთ, გამოიწერთ ჩვენს არხს. მომდევნა კიდევ უფრო საინტერესო ეპიზოდებისთვის. დიდი მადლობა ჩემს სტუმარს და მომავალ შეხვედრამდე.